დღეს საქართველოს პროკურატურამ აბსურდული გამოძიების ფარგლებში დაგვაყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამად ადამიანებს, სინდისის პატიმრებს და დაჯარიმებულ მოქალაქეებს. ვაპირებთ ბრძოლას, როგორც ყოველთვის ვიბრძოდით, სიტყვით და საქმით. რა თქმა უნდა, სხვა ტიპის ბრძოლას არ გულისხმობთ. ვაპირებთ ასევე, რა თქმა უნდა, გავასაჩივროთ ეს ყველა განჩინება ჯერ ჩვენ სასამართლოებში და შემდგომში სტრასბურგში. ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებდნენ ამ აქციებს, მათთვის გვაქვს შეძენილი როგორც პირბადეები, ასევე შლემები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ გაეშუქებინათ აქციები. ჩვენ პროტესტთან კავშირში ვიცავდით ნაწამები, ძალადობა გამოვლილი ადამიანების ინტერესებს. 60 მეტი პირის საქმე გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში, ვინც სწორედ ქართული ოცნების მხრიდან სისტემური ძალადობის, წამების, არაადამიანური ღირსების შემოხავი მოპყრობის ხერხი გახდა. ჩვენ საერთო სასამართლოებში და საბოლოოდ სტრასბურგში მუშაობდით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დასაცავად, რომლებიც სწორედ ევროპულ მომავალს იცავდნენ და ამის გამო დისკრიმინაციულად და უკანონოდ რეჟიმმა სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ჩვენ ეს რეჟიმი ვერ შეგვაშინებს, ჩვენ მოხალისეობრივად ყველა საშუალებით გავაგრძელებთ სიმართლისთვის, ადამიანების ღირსებებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. 31 აგვისტოს გადის ბოლო ვადა ვიზა ლიბერალიზაციისთვის საქართველოში და 27 აგვისტოს ორგანიზაციების დიდ ნაწილს ყადაღას ადებს და პრაქტიკულად დისფუნქციურს ხდის. ქართული ოცნება ეს ნიშნავს სწორედაც, რომ ქართული ოცნების საბოტაჟს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.